არის შემთხვევები, როდესაც მამაკაც 2 სათესლე ჯირკვლის მაგივრად აქვს 1 სათესლე ჯირკვალი. და ეს ხშირ შემთხვევაში იწვევს გარკვეულ ფსიქოლოგიურ დისკომფორტს მამაკაცებში. მაგრამ კიდევ უფრო მეტად აღელვებთ ის აზრი, ხომ არ გამოიწვევს ის უშვილობას, ხომ არ გაუარესებს სპერმის ხარისხს, რადგან 2-ის მაგივრად 1 სათესლეა და ხომ არ იმოქმედებს ეს სქესობრივ ფუნქციაზე, ანუ სქესობრივი ცხოვრების ხარისხზე. ამ კითხვებზე პასუხს ძალიან მოკლედ განვიხილავ. მე გახლავართ ბანანა მგალობლიშვილი, ექიმი, რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი და გამოიწერეთ ჩემი არხი, თუ გსურთ გაიგოთ უფრო მეტი თქვენი ჯანმრთელობის შესახებ. უმეტესად 1 სათესლე ჯირკვლის არქონა თანდაყოლილია და ბავშვები იბადებიან უკვე 1 სათესლე ჯირკვლით. სტატისტიკურად ყოველ 5,000 ახალშობილ ბიჭში ერთს არ აქვს 1 სათესლე ჯირკვალი. თუმცა ეს არ უნდა აგვერიოს იმ მდგომარეობასთან, როდესაც მაგალითად არ არის სათესლე ჯირკვალი ჩამოსული მუცლის ღრუდან, ანუ ის არის მუცლის ღრუში და სათესლე პარკში ის არ ჩამოსულა. ეს სხვა სიტუაცია, ამას კრიპტორხიზმი ქვია და ამის შესახებ სხვა დროს გესაუბრებით. იმ მდგომარეობას, როცა მამაკაც 1 სათესლე ჯირკვალი არ აქვს, მონორქიზმი ეწოდება. აღნიშნული თავისებურება უმეტესად თანდაყოლილია და ის ბევრად უფრო ხშირად გვხვდება ნაადრევად დაბადებულ ახალშობილ ბიჭებში. ეს არ არის გენეტიკური პათოლოგია, როგორც წესი კარიოტიპი ნორმალურია და ეს ანომალია ემბრიონალური განვითარებისას გაურკვეველი მიზეზებით ყალიბდება. აღსანიშნავია, რომ ერთნაირი სიხშირით გვხვდება როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა სათესლე ჯირკვლის არარსებობა. როგორც მოგახსენეთ, კრიპტორხიზმი, როდესაც არის 1 სათესლე ჯირკვალი, ხოლო 1 არის მუცლის ღრუში, ეს სხვა მდგომარეობაა, მაგრამ ასევე შეიძლება მამაკაც არ ჰქონდეს 1 სათესლე ჯირკვალი, იმის გამო, რომ თქვათ რაიმე საჭიროების თუ აუცილებლობის გამო, რაიმე ჩვენებით, სამედიცინო ჩვენებით მოხდა 1 სათესლე ჯირკვლის ამოკვეთა ქირურგიული წესით. მოგეხსენებათ, რომ ტესტოსტერონის გამომუშავება ხდება სათესლე ჯირკვლებში. ასევე სათესლე ჯირკვლებში ხდება სპერმატოგენეზი და ეს ორივე ძალიან მნიშვნელოვანია როგორც რეპროდუქციული ფუნქციისთვის, ასევე სქესობრივი ცხოვრების ხარისხისთვის. თუ მამაკაც არ აქვს 1 სათესლე ჯირკვალი, სპერმატოგენეზი ხდება იმ 1 სათესლეში, რომელიც არის. და ხშირ შემთხვევაში ეს არ ახდენს გავლენას სპერმის ხარისხზე. მაშასადამე შვილოსნობა არის ნორმალური. და თუ არის შვილოსნობის პრობლემები, უმეტესად ეს არ არის დაკავშირებული იმასთან, რომ მამაკაცს მხოლოდ 1 სათესლე ჯირკვალი აქვს. რაც შეეხება სქესობრივ ფუნქციას, ამ ხრივაც მამაკაცებს არ აქვთ არანაირი პრობლემა, არანაირი სირთულე იმის გამო, რომ აქვთ 1 სათესლე ჯირკვალი, რადგან ის 1 ორგანო იღებს თავის თავზე იმ ფუნქციას, რომელიც სხვა შემთხვევაში ორივეს აკისრია და გამოიმუშავებს ტესტოსტერონს და სხვა ჰორმონებს, რომელიც აუცილებელია ნორმალური რეპროდუქციული და სქესობრივი ფუნქციონირებისთვის. ახალშობილს და ჩვილ ბავშვს შეიძლება ჰქონდეს სათესლე პარკი, როგორც უნდა იყოს ის ნორმალური, მაგრამ მასში არ იყოს სათესლე ჯირკვალი. ამიტომ ამას სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება და ამის გამოვლენა შეუძლია ექიმ პედიატრს. თუ ბიჭს არ აქვს სათესლე ჯირკვლები არც ერთი, ან აქვს ერთი, უნდა დაისვა ზუსტი დიაგნოზი და მოხდეს დიფერენცირება კრიპტორხიზმთან, ხომ არ არის სათესლე ჯირკვლები, ან ორივე, ან 1 სათესლე ჯირკვალი მუცლის ღრუში. რადგან ამ შემთხვევაში ეს მოითხოვს დაუყოვნებლივ ქირურგიულ ჩარევას, რომელიც უნდა ჩატარდეს 1
წლამდე ასაკის ბავშვი, რადგან მან შესაძლოა მომავალში გამოიწვიოს სპერმატოგენეზის ფუნქციის დარღვევა, მაშასადამე ეს იმოქმედებს შვილოსნობის ფუნქციაზე და ასევე ეს მოიცავს მაღალ რისკს სხვადასხვა ონკოლოგიური დაავადებების განვითარების. ამიტომ ბავშვის შემოწმება ახალშობილის და შემდეგ ჩვილის უნდა მოხდეს გარკვეულ ვადებზე პედიატრის მიერ.